გოგო, არ მინდა გავიგო, რომ სხეულის მოლოზე ლაპარაკისას ჯერ კიდევ არის განსხვავება სალიცილის მჟავასა და გლიკოლის მჟავას შორის. ამიტომ მოკალათდი, შეინახე ეს ვიდეო და მომისმინე. გაკვეთილი იწყება. ჯერ მარტივად აგიხსნი ამათ შორის განსხვავებას. გლიკოლის მჟავა წყალში ხსნადია, შესაბამისად კარგად მუშაობს იმ ადგილებში, სადაც გაწუხებს ოფლიანობა და ფერის ცვლილებები. თუ გაქვს მუქი იღლიები, მუქი ბიკინის ზონა, ანის უსწორმასწორო ტექსტურა, გლიკოლის მჟავა შენი მეგობარია. ერთი მიზეზი თუ რატომ უყვართ გლიკოლის მჟავა, არის ის, რომ მისი მოლეკულები იმდენად პატარაა, რომ მარტივად აღწევს კანში. თუ კანი ხორკლიანია და გინდა რომ უფრო გლუვი გახდეს, აუცილებლად გამოიყენე გლიკოლის მჟავა. ანუ რას უშველის გლიკოლის მჟავა? სუნის კონტროლს, პიგმენტაციას და კანის ტექსტურას. ახლა სალიცილის მჟავაზე გადავიდეთ. სალიცილის მჟავა ცხიმში ხსნადია. რას ნიშნავს ეს? სალიცილის მჟავა მუშაობს იქ, სადაც ზედმეტი ცხიმია და დახშულია ფორები. შესაბამისად, თუ გაქვს სხეულის აკნე, ასევე ჩაზრდილი თმები და ფოლიკულები, სალიცილის მჟავა დაგეხმარება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ესენი.იდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც კანი უკვე მშრალია, თქვენს მიერ არჩეულ მჟავას დაიტანთ ბამბაზე და წაისვამთ ზუსტად იმ ადგილებში, სადაც გაწუხებთ კონკრეტული პრობლემები. თუ აკნე გაწუხებთ, აკნეს ადგილას წაისვამთ სალიცილის მჟავას, თუ დეოდორანტი გინდათ, ასე ვთქვათ, იღლის ქვეშ, სანამ ვინმე ექსპერიმენტს დაიწყებთ, გაფრთხილებთ, არ წაისვათ დაზიანებულ კანზე, ინტიმურ ზონებში და გაღიზიანებულ ადგილებზე. გაფრთხილებთ და გთხოვ, თუ ახლახან გაიპარსე, არ წაისვა. რადგან მაინც თუ წაისვამ, უზომო დაგეწובה და არ გირჩევ. ელოდე მეორე დღეს მერწმუნე. მოკლედ გოგო, თუ გინდა რომ სხეულის მოვლის დონე აწიო, გამოიყენე რომელიმე მჟავა, იმიტომ რომ მე ორივეს ვიყენებ და შეგიძლიათ ჩემს კანზე შეატყოთ როგორი პრიალაა. იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები. თუ კითხვები გექნებათ, დამიწერეთ. ასევე დამაფოლოვეთ.